ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობს. ირაკლი ყობახიძე ფორუმის გახსნით სესიას ესწრება. პრემიერს უკვე ჰქონდა სიტყვით გამოსვლა ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაც მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრებიც. ირაკლი ყობახიძე ანტალიაში საგარეო საქმეთა მინისტრთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად იმყოფება. ანტალიის და კესო კაფეენძეს ჩართვათ ახლა პირდაპირ ეთერში. კესო რა მთავარი გზავნილები ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს? მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა ეს არის იმ პანელური დისკუსიის მთავარი თემა, რომელშიც ამ წუთებში მონაწილეობას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სწორედ ამ თემების ირგვლივ საუბრობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. ირაკლი ყობახიძესთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობას იღებს ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი და ასევე ყაზახეთის პრეზიდენტი. მოდერაციას კი დისკუსიას უწევს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ყურადღება მახვილდება და აქცენტები კეთდება გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და ამ გამოწვევების ფონზე სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე საქართველოს პრემიერმა საკუთარი სიტყვის გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რეგიონში საქართველოს როლზე, აზიასა და ევროპის შორის ბუნებრივ ხიდზე, როგორც საქართველოზე, ასევე ამ პროცესში დამაკავშირებლის როლზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ამ გამოწვევების ფონზე რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე და ამ მშვიდობის პროცესში რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ირაკლი ყობახიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ის გამოწვევები და ის დაძაბულობა, რომელიც არსებობს მსოფლიოში, ხელს უშლის ქვეყნების განვითარებას, ყველა საციცოცხლო მიმართულებით არსებული თემებისა და არსებული სფეროების მუშაობის შეფერხებას. ასევე ირაკლი ყობახიძემ ისაუბრა ამ პროცესში მშვიდობის მნიშვნელობაზე. ირაკლი ყობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და როგორც მან აღნიშნა, საქართველო მიისწრაფის ევროკავშირისკენ, თუმცა ამ პროცესში არსებობს ევრობიუროკრატების მხრიდან გარკვეული შეფერხებები. ჩვენს გარშემო მიმდინარე ომებისა და დაძაბულობის მოწმენი ვართ. კონფლიქტები პირდაპირ ზემოქმედებს ყველა სასიცოცხლო სფეროზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტზე, ლოგისტიკურ ჯაჭვებსა და საერთო ეკონომიკურ სტაბილურობაზე. შექმნილ ვითარებაში გამოსავლის ძიება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციაა, თუმცა აშკარაა, რომ თავად ევროგაერთიანებაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. იზღირებულებები, რაზეც ეს კავშირი დაფუძნდა, ძლიერი იდენტობა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პატივისცემა დღეს ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რაც ჩვენთვისაც საყურადღებო საკითხია. მიმდინარე მოვლენების ფონზე სამხრეთ კავკასია განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს და ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს. საქართველო როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის მაქსიმალურად ცდილობს თავისი დაკავშირებადობის ფუნქციის რეალიზებას. ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ საიმედო სერვისებს და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველომ განიმტკიცოს რეგიონული სატრანზიტო ჰაბის სტატუსი. ჩვენი ძალისხმევა ცალსახად მშვიდობისკენ არის მიმართული. ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენი პოლიტიკა შედეგიანია. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ლიდერია. მხოლოდ მიმდინარე წელს ზრდის მაჩვენებელმა 8.3% შეადგინა. ჩვენს პრიორიტეტს ამ დინამიკის შენარჩუნება წარმოადგენს, ასევე ჩვენი მიზანია მშვიდობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მისი პოპულარიზაცია რეგიონულ დონეზეც. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად და ჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან თურქეთთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი სიტყვის გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სუვერენიტეტზე, როგორც ირაკლი ყობახიძემ აღნიშნა, ხშირია შემთხვევები არაფორმალური მმართველობისა და ამ სახელმწიფო სუვერენიტეტში ჩარევისა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და როგორც ირაკლი ყობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს იდენტობა და არ უნდა მოხდეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. სწორედ ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის, ლიდერებს შორის ურთიერთობების გაღრმავება. სურათი, რომელსაც დღეს სხვადასხვა სახელმწიფოს მაგალითზე ვხედავთ, საკმაოდ რთული და საგანგაშოა. ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ეპოქა, როდესაც მსოფლიოს ძლიერი და დიდებული ლიდერები მართავდნენ. დღეს კი რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. ნამდვილი ლიდერის როლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის ორიენტირებული იყოს დიალოგზე, დაკავშირებადობასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე, რაც სამწუხაროდ თანამედროვე პოლიტიკაში იშვიათობად იქცა. ჩვენი დაკვირვებით არაფორმალური მმართველობის სტრუქტურები სრულ უფრო მეტ ნეგატიურ გავლენას ახდენენ ფორმალურ საერთაშორისო
საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ნაცვლად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების სუვერენიტეტის სადარაჯოზე იდგნენ, ზოგიერთი მათგანი თავად ცდილობს ქვეყნების სუვერენული ნების შეცვლას ან მასზე ზეგავლენას. საქართველოს ამ პოლიტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ჩვენ ხშირად ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, როდესაც ცალკეული ორგანიზაციები ჩვენი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ტრანსფორმაციას ცდილობენ. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დადგა დრო უფრო მეტად გავაძლიეროთ ორმხრივი სახელმწიფოებრივი კავშირები და დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. სწორედ ეს წუთია დასრულდა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი იღებდა. ახლა კი ირაკლი კობახიძე შეხვდება ევთოს გენერალურ მდივანს. მას ასევე აქვს დღეს დაგეგმილი პირისპირ შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. ირაკლი კობახიძე დიპლომატიურ ფორუმს ესწრება დელეგაციის წევრებთან ერთად. ის თურქეთში იმყოფება ადმინისტრაციის უფროსთან ლევან ჟორჟოლიანთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, რომლებსაც სხვადასხვა შეხვედრები პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აქვს დაგეგმილი დღის განმავლობაში. ისინი ასევე მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში. მადლობა კესო ქაფეანძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში და ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ სტამბულს, სადაც მედიასთან საკუთარ ვიზიტს აჯამებს შალვა პაპუაშვილი. ურთიერთობა არის ძალიან ინტენსიური. ჩვენ ცოტა ხანში გვექნება სამხრივი ფორმატის შეხვედრა, რომელსაც თბილისში უმასპინძლებთ თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ფორმატში და ეს ტრადიციული ფორმატია, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საპარლამენტო დონეზე ერთად ვისაუბროთ. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ცოტა ხნის წინ ვიზიტი, ოფიციალური ვიზიტი, მე მქონდა ოფიციალური ვიზიტი თურქეთში, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით და მეც საპასუხო ვიზიტით მოვიწვიე თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შედგება ეს ვიზიტი. კიდევ ერთი შეხვედრა მოხდეს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და ამის შემდეგ შეძლოს რომ ვიზიტი იქნება დასრულებული. რამდენიმე დღის განმავლობაში თქვენ გქონდათ არაერთი შეხვედრა ევროპის ქვეყნებთან არის და ასე შემდეგ მთავარი აქცენტები და პროგრამები რითაც იყავით ჩამოსული და ის შეხვედრები და პატივი რითაც უკვე დასრულდება ეს ვიზიტი. რამდენიმე საკითხი იყო. პირველი, როდესაც ჩვენ შეხვედრები ჰქონდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, აქ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ ქონოდა უშუალო გაცვლა ჩვენს კოლეგებთან და არა ბრიუსელის გავლით. სამწუხაროდ ხედავთ ჩვენ, რომ ბრიუსელი იქცა დამაბკოლებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნებთან ურთიერთობების და მისი გავლით, მისი ფილტრით ხდება საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებაც. და ვხედავთ ჩვენ, რომ სამწუხაროდ ის დეზინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ბრიუსელიდან საქართველოსთან დაკავშირებით ვიცვენთ, ეს დეზინფორმაციაც ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამიტომ ორმხრივ გაცვლას აქვს მნიშვნელობა და ვფიქრობ ძალიან შინაარსიანი შეხვედრები ჰქონდა და არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრებით ჩვენი ჩასვლით დედაქალაქებში გქონდეს პირდაპირ კონტაქტი და გაცვლა ჩვენს კოლეგებთან. მეორე, ეხება უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენ შეხვედრა ჰქონდა აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან და ყველამ აღნიშნა თუ რა კრიზის განიცდია დღეს დღეისობით აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, რომ უწევთ ენერგიის დაზოგვისთვის და ვინაიდან ნავთობის გატანა შეზღუდული არის, სხვადასხვა გადაწყვეტის მოძებნა, მათ შორის დისტანციურად მუშაობა და ასე შემდეგ. ჩანს, რომ დღეს ერთ რეგიონში წარმოშობილი კონფლიქტი თუ რა გავლენას ახდენს სხვა რეგიონზე. საბედნიეროდ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებით ხედავთ ჩვენ, რომ ეს კრიზისები ჩვენ გვერდს გვივლის. უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება თუ ის კრიზისი, რასაც ჩვენ ახლა ახლოაზრდებში ვაკვირდებით, ხედავთ, რომ მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებისთვის ეს არის ეკონომიკური ლამის კოლაფსის წინაპირობა, საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ეკონომიკური ზრდის ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს და ეს არის სწორედ სწორი მიდგომა ჩვენი ხელისუფლების. და მესამე, რეგიონული თანამშრომლობა. შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარესთან, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ახლა მექნება სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა და ჩვენი რეგიონი და ყველა ოთხივე სახელმწიფოს ხელისუფლების ძალიან სწორი და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის შედეგი არის, რომ დღეს რეგიონი ამ მხრივ
ნაცვლად იმისგან განსხვავებით და სხვაგან ხდება კრიზისების სახით, რომ რეგიონში არის მშვიდობა, არის სტაბილურობა, რაც უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხალხისთვის ეკონომიკური ზრდისთვის და კეთილდღეობის ზრდისთვის არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონში ამ ფორმატში ინტენსიურ ურთიერთობას. სხვა პოლიტიკურ თემებზე რეგრესიასა და პრაპრი არის მაგალითად ოპოზიცია და ხედავთ მისი პროცესის გამზიარებას სოციალურ ეკონომიკურ დაგეგმებას. ძალიან სამწუხაროა, რომ როდესაც პატრიარქის პირდაპირ გაგებით პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას იმისთვის, რომ გავრცელდეს რაღაც მათი მოსაზრებები თუ სიტყვები. ის, ვინც ამ სამარცხვინოს აქციაში ჩართული იყო და ის, ვინც ასეთ ადამიანებს აძლევს პლატფორმას და ტრიბუნას, ორივე თანაბრად არიან არა მხოლოდ ქართული ეკლესიის მტრები, არამედ არიან ქართული საზოგადოების მტრები ამ გაგებით. ასე რომ სამწუხარო არის, რომ ჩვენ ხედავთ ზუსტად იგივე ხალხს, არაფერი ახალი არ არის, ხო? პეტრეცაავა და ნანუკა ჟორჟოლიანთან იყო თუ არ ვცდები, ხო? ერთიც და მეორეც იყვნენ ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიის რესპონდენტი თუ ჟურნალისტი, რაც ხდებოდა მანამდე ტელევიზიაში, ახლა გადაიტანეს სოციმედიის არხებზე. არაფერი არ შეცვლა, ვერაფერს ვერ სწავლობს ნაცმოძრაობა, რა ბოროტი ძალაც იყო ხელისუფლებაში და ოპოზიციაში, ზუსტად ისეთივე ბოროტი ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს, ებრძვის ყველანაირ ღირებულებას, რომელსაც ჩვენი ქართული ღირებულება ქვია და ევროპული ღირებულებების დროშით, რომელსაც თვითონაც ვერ ხსნიან, რას გულისხმობენ ამ ევროპულ ღირებულებებში, ცდილობენ ჩაანაცვლონ ქართული ღირებულებები. არა და საქმე პირიქით არის. სწორედ ქართული ღირებულება არის ჭეშმარიტად ევროპული ღირებულება და ვინც ქართულ ღირებულებებს ცდება, ის ცდება ევროპულ ღირებულებებსაც. ასე რომ ეს კიდე ერთი ილუსტრაცია არის, რომ ნირს არ შეიცვლის ნაცმოძრაობის არც ერთი წევრი თუ აპოლოგეტი. ბატონშავა, ქართული ოპოზიციის ევროპელ პრემიერზე მინდა გითხოთ, იგორ ბლაჟევიჩი ჩვენ გუშინაც ისაუბრეთ, ის რომ ის ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს უწევს, არსებობს ასეთი ინფორმაცია და როგორც ცნობილი ხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც აქვს ეს ინფორმაცია, მათ შორის უცხოელების მხრიდან. გითხარით, რისთვის ჭირდება ამ შემთხვევაში ტრენერი ოპოზიციას, არაერთი მანამდე შემთხვევა გვახსოვს ჩვენ მსგავსი ცდილობების რევოლუციის. ხო, ჩვენ ხედავით, რომ ის რაც მანამდე ამერიკული წყაროებით ფინანსდებოდა და ამერიკული არხებით ორგანიზდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის დროს, დღეს გადმორთული არის ევროკავშირზე. თუკი ადრე იყო აკერმანი, რომელიც საქართველოში შუღლის გაღვივებას, მტრობას, არეულობას, არეულობის ორგანიზების სცენარებს წერდა. მას შემდეგაც ტრამპის ადმინისტრაციამ ყოველგვარი ასეთი მავნებლური დაფინანსებები შეწყვიტა და ჩახსნა. დღეს ყველაფერი არის ევროკავშირის მხრებზე. ყველა ასეთი არეულობა ევროკავშირიდან უნდა დაფინანსდეს, ევროკავშირიდან უნდა დაორგანიზდეს და ეს არის სამწუხარო, ეს არის ცივილიზაციურ უბსკულზე როცა ვსაუბრობთ, სწორედ ეს არის. აი ეს ფაქტიც აჩვენებს თუ სად მიაქანებს ბრიუსელი ევროკავშირს, როდესაც მათი ტერიტორიიდან ხდება სხვა ქვეყანაში არეულობის ორგანიზება. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლაც მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის მტრობის დაპირისპირების პროექტად. ასე რომ უპირველეს ყოვლისა ეს არის ევროკავშირის სირცხვილი. ამ ისტორიის გამჟღავნება, ჩვენ რა თქმა უნდა დეტალურად ჩავეძიებით კიდე რასთან გვაქვს საქმე, ვინ არიან ის ქართული პასპორტის მქონე ადამიანები, რომლებიც აი ასე ღიად სპეცსამსახურების
პროექტებში არიან ჩართული და ამ ყველაფერს იმედია შესაძლოა შუქი მოეფინება და საზოგადოება ყველა სიხილავს სახელებით და გვარებით. კიდევ ერთხელ, როგორც ადრე იყო აკერმანი იყო უცხოური სპეცსამსახურების პროექტი, ზუსტად ასევე არის ეს ჩეხი ადამიანის უცხოური სპეცსამსახურების პროექტი, რომლის მიზანი არის საქართველოში ანტიდემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა, ხელისუფლების დამხობა და მარიონეტების მოყვანა ხელისუფლებაში. ასე რომ ამ საკითხს რა თქმა უნდა ბოლომდე მივყვებით. აბსოლუტურად დაკავშირებით კითხავ, გუშინ გავრცელდა არაერთი განცხადება, მათ შორის მეცნიერების მხრიდან, ასევე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან განიმარტა, რომ არ არსებობს იმის წინაპირობა, რომ აბასთუმის თავზე საავიაციო ტრანსპორტის მოძრაობის ცვლილებამ საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე რაიმე ცვლილება იქონიას, ასევე განიმარტა, რომ ეს ემსახურება ობსერვატორიის მიზნებსაც, როდესაც მათ შორის უწევს. მიუხედავად ამ განმარტებებისა, არ წყდება დეзинფორმაციული კამპანია. რას ემსახურება ეს კამპანია? ხელოვნური აჟიოტაჟი იყო გამოჩნდა რამდენიმე წუთიანი ასე ვთქვათ დეзинფორმაცია არის ხოლმე, ამას შეჩვეული ვართ. 2 დღე რაღაც ძალით თავს გაიბრაზებენ, შემდეგ გადაელვის ხოლმე. ამიტომ ასეთი ასე ვთქვათ პროპაგანდისტული ხრიკების დროს უბრალოდ ჩვენ უნდა დავიცადოთ 2 დღე და გადაულით მე ეს ყველაფერი როგორც სხვა საკითხებს გადაულია მათთვის. უბრალოდ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ და დავაკვირდეთ ამ დროს სხვადასხვა მედიის ჩართულობას. განსაკუთრებით ეს შეეხება ბრიუსელის პროპაგანდისტულ მედიებს, გულისხმობ ონლაინ მედიებს, რომელიც ბრიუსელიდან ფინანსდებიან. დავაკვირდით ის თუ რა თემებს იტაცებენ, ვინაიდან როდესაც ამას შევხედავთ, პირდაპირ იშიფრება სქემა საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისა, რომელიც სამწუხაროდ დღეს ევროპული ფონდებიდან ფინანსდება. ბატონო, გერმანიასთან დაკავშირებით ახსნა იყო, რომ ეს ტექნიკური წარვისი ამის შემდეგ გასაუბრებით ამ განმარტების შემდეგ ისინი ჩასწორდება თუ არა კონკრეტული მონაცემები. იმედი მაქვს გერმანელებს შერწყებათ და ამის შემდეგ მაინც ჩაასწორებენ. რა უნდა ველაპარაკოთ ახლა 2 წელია ლამის თავს მასხრად იგდებენ ასეთი საქციელით. და ამ ფონზე რა თქმა უნდა გასაკვირი აღარ არის ხოლმე აღარ არის გერმანიის ელჩის ქცევა, რომელიც ზუსტად ამ ასე ვთქვათ ხასიათში ეწერება. ეს ერთი მეორე სერიოზულად რო შევხედოთ, ეს ნიშნავს რომ გერმანიის ხელისუფლება უბრალოდ საქართველოს 5 მილიონ ქართველს არ ხედავს. ეს 5 მილიონიანი საქართველო არაფერი არ ვართ. ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან, ჩვენს არჩევანს არჩევანად არ თვლიან და როგორც უნდა ისე აკეთებენ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა ის რომ მათ შორის გუშინ მე მოვიკითხე კიდევაც იცით რომ ევროპის ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა დელეგაციას, რომელიც შორისაც იყო გერმანიის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელი და ეს ამ საკითხებს ჰქონდათ საუბარი და იყო მცდელობა მისგანაც რომ ტექნიკური საკითხებით აეხსნა. და უბრალოდ მე ვფიქრობ რომ უბრალოდ დაგწინიან ამ შემთხვევაში ქართულ ხალხს. ისინი ვინც ცდილობენ რომ IT-შინგს დააბრალონ ეს ყველაფერი. ასე რომ რა თქმა უნდა ეს არის ტრაგედია, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის და გერმანიასთან დიპლომატიური ურთიერთობის 33 წლიან ისტორიაში, 35 წლიან ისტორიაში დღეს ხედავთ უბრალოდ დამცინავ, ქედმაღლურ, ცხვირაწეულ დამოუკიდებლობას გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც უბრალოდ ქართველებს როგორც ადამიანებს არ გვაღიარებენ, ჩვენს სუვერენიტეტს არ აღიარებენ, ჩვენს არჩევანს არ აღიარებენ და ეს ძალიან ბნელ ასოციაციებს იწვევს, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამგვარ მართლაც და მთელი ერის არაფრად ჩაგდების პოლიტიკას, რომელსაც დღეს ვხედავთ გერმანიის ხელისუფლების მხრიდან. და აქედან ჩვენი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ელჩის და ზოგიერთი ბიუროკრატის, გერმანელი ბიუროკრატის ქცევით ისეთი ზიანი მიაყენა გერმანიის ხელისუფლებამ, გერმანიის რეპუტაციას, რომ ამას წლები დაჭირდება ამ მართლაც აზიანებული რეპუტაციის აღდგენას ქართველების თვალში. ის რეპუტაცია, რომელსაც მათ შორის მეც
პირადად ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო როგორც მეგობრის და გვერდში მდგომის, დღეს არის ქედმაღულად ქართველებზე ზემოდან მაყურებელი ქვეყნის როლს ირგებს გერმანია, რომელიც პირდაპირ გეუბნება, რომ ადამიანებთ არ გთulis. არადა გერმანიის კონსტიტუციის პირველივე მუხლი გერმანიის წარსულის გათვალისწინებით იწყება სიტყვებით, რომ ადამიანის ღირსება არის ხელშეუხებელი. ჩვენს ღირსებას ეხებიან, ჩვენს უფლებას ავირჩიოთ, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენს სუვერენიტეტს ეხებიან ამგვარი მართლაც და რა გითხრათ, არასერიოზული და გერმანისთვის შეუფერებელი ქცევით. მართლაც ჰანს გენშერი ხა საფლავში ტრიალებს ალბათ რო უყურებს თუ რას დაემსგავსა გერმანიის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით. ეს ეხება ოპოზიციის სტრატეგიას და პერსპექტივას უნგრეთში განვითარებული პროცესების ფონზე, რა შესაძლებლობა აქვს ოპოზიციას თქვენი ალტერნატივა იყოს? არ ვიცი, ხა უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება რაღაც კიდე გამოდგეს. როგორც ცოტა იუმორით შევხედოთ ამ ყველაფერს, მე მგონი ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი ახლა მთელი ოპოზიცია. აი უბრალოდ სამარცხვინოა ჩვენ რასაც ხედავთ. ეხლა ეს რომ პირველი შემთხვევა იყოს, რომ ახლა უნგრელობის ასე ვთქვათ მანტიას ირგებენ, ნუ კიდე კარგი, მაგრამ ეხლა ნახეთ რომ ნეპალელები გახდნენ ჯერ, მერე ნახეთ რომ ვენესუელელები გახდნენ, მერე ირანელები გახდნენ. ყველაფერზე მზად არიან რომ იყვნენ ყველა გარდა ქართველებისა. ეს არის მთავარი პრობლემა, რომ სინამდვილეში ისინი არ არიან ქართველები თავისი სულით. ანტიქართველები არიან თავისი პოლიტიკით, იმიტომ რომ მათი პოლიტიკა არის საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმება. მათი პოლიტიკაა, რომ საქართველო უნდა იყოს დიდი ქვეყნების შეკვეთების შემსრულებელი. უნდა ხარიაობათ სხვის ნაბიჯებს და ვიაროთ არა ჩვენი ნაბიჯით. და ასე რომ დადიოდა ნაცმოძრაობა, როცა მაშინ ხელისუფლებაში იყო, იმიტომაც მივიღეთ ომი და უბედურება საქართველოში. და ასე რომ არ მოქმედებს ქართული ოცნების ხელისუფლება, იმიტომაც გვაქვს 14 წლიანი მშვიდობა საქართველოში, თორე ჩვენც რომ მოქცეულიყავით ისე როგორც ესენი მოიქცევიან პირველივე დღეს, დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, წავსულიყავით რუსეთთან ესკალაციაზე, დღესაც კიდევ ერთი ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით, თუ კი საერთოდ ვიარსებობდით როგორც სახელმწიფო. ასე რომ თავარი პრობლემა არის იმაში, რომ ისინი არ არიან ქართველი პოლიტიკოსები. არიან უნდათ იყვნენ ხან უნგრელი პოლიტიკოსი, ხან ვენესუელელი, ხან ნეპალელი პოლიტიკოსი, მაგრამ ვერასდროს ვერ ხდებიან ქართველი პოლიტიკოსი. ეს არის თავარი პრობლემა და ამიტომ რა თქმა უნდა მათ საშველი ამ მხრივ არ არის. მადლობა. თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილმა მისი ვიზიტი შეაჯამა და უპასუხა მედიის მიერ დასმულ სხვადასხვა კითხვას არაერთ პოლიტიკურ თემაზე. განვაგრძობთ გამოშვებას. ნიუ-იორკში დასრულდა გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესია. შტატებში ვიზიტის ფარგლებში 3 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ გაეროს დელეგატებს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრებიც. ზაფხულში საერთაშორისო ფორუმს უკვე თბილისი უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში გავმართეთ ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან პოლიტიკის, სოციალური და ეკონომიკური საკითხების და ასევე ადამიანის უფლებების საკითხებში. ამ შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირების მიმართულებით და ხაზი გაესვა იმას, რომ ჩვენი მიერ განხორციელებული რეფორმები აღიარებას პოვებს საერთაშორისო ასპარეზზე, აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ასევე წარმოადგენს კარგ მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები. საუბარი იყო იმაზეც, რომ საქართველოს შეუძლია გაუზიაროს თავისი გამოცდილება პარტნიორ ქვეყნებს. მიმდინარე წლის 23-25 ივნისს თბილისი მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს და თავისთავად ეს ფაქტი არის ძალიან დიდი აღიარება გაეროს მხრიდან, პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოში ბოლო
წლებში განხორციელებული რეფორმების ამიმართულებით. Ამ 3 დღის განმავლობაში თბილისი შეიძლება ითქვას, რომ იქნება მსოფლიოს ცენტრი საჯარო სერვისების მიმართულებით. ჩვენ ველოდებით 500-მდე დელეგატს წარმომადგენელს, ესენი იქნებიან როგორც მაღალი დონის მონაწილეები, ასევე დარგის ექსპერტები და საუკეთესო გამოცდილებას მონაწილეები გაუზიარებენ ერთმანეთს, ასევე გამოვლინდება საუკეთესო და ყველაზე მეტად ინოვაციური პროექტები. კაფეოთ დავინახეთ ინტერესი და მზაობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ფორუმში და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული ფორუმი იქნება სწორედ ის პლატფორმა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას სხვადასხვა ქვეყნებს გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება. შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და UNDP-ის ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაეცვა გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც ივნისში საქართველოში გაიმართება. განვიხილეთ ის რეფორმები, რომელიც უმაღლესი და ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარეობს. ასევე შევეხეთ იმ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრსა და გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შორის გაფორმდა, რომელიც 2030 წლამდე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სექტორის მიმართულებით თანამშრომლობას მოიცავს. დავსახეთ ის მიზნები, რომლითაც ამ ჩარჩო ხელშეკრულების ფორმატში განსახორციელებელი მოქმედებები და პროექტები პირდაპირ ბმაში უნდა იყოს იმ რეფორმებთან, რომელიც მიმდინარე არის და მნიშვნელოვანი არის. იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უკრაინის 2 მოქალაქე, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული ადგილებიდან ამოიღეს მეთადონი და დაფასობისთვის საჭირო მასალები. საპატრულო პოლიციის თბილისის, საჭარის და გურის პოლიციის თანამშრომლებმა 4 პირი დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე. გამოძიება 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დუმის საკითხები პასუხის გაცემის თავისი ლიბანმა და ისრაელმა 10 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის არის ზავის ისტორიული შესაძლებლობა. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ის არ დაეთანხმა ჰეზბოლას მოთხოვნას გაიყვანა სამხედრო ძალები სამხრეთ ლიბანის ტერიტორიიდან. შეთანხმების ამოქმედებიდან მალევე ლიბანის არმიამ ისრაელის შეთანხმების დარღვევასა და რამდენიმე სოფლის დაბომბვაში დაადანაშაულა. ისრაელს საპასუხო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ტრამპი ახლო აღმოსავლეთში გარდამტეხ ცვლილებებს და ომის დასასრულს აანონსებს. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ლიბანისთვის დღევანდელი დღე ისტორიულია, რადგან ირანი უპრეცედენტო დათმობაზე წავიდა და დათანხმდა შტატებს მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი გადასცეს. ამერიკის პრეზიდენტი ამ მასალას, რომელიც ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენება, ბირთვულ მტვერს უწოდებს. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ინფორმაციით, მარაგი მიწის ქვეშ ღრმა ბუნკერებში იყო დამალული, თუმცა ივნისში ამერიკის დარტყმებმა ვითარება რადიკალურად შეცვალა და თეირანი აიძულა ბირთვულ ამბიციებზე უარი ეთქვა. საომარი მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. ჩერნიგოვის ოლქში რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები, გაჩნდა ხანძარი. ქალაქში დაახლოებით 6000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დაზრალებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. მანამდე კი 2 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინის საჰაერო იერიშს. პარიზში ისტორიული განპალეში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, სადაც საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი. მონაცემების გახსნას საქართველოს კულტურის მინისტრი დაესწრო. თინათინ რუხაძე დღეს ქართულ ეროვნულ სტენდს გახსნის. მწერალთა სახლი ფესტივალზე 120-ზე მეტ ფრანგულენოვან გამოცემას და 10-მდე გამომცემლობას წარადგენს. საფრანგეთში არაჩვეულებრივ გამოფენაზე, ფესტივალზე, წიგნის საქართველოს არის უფრო დიდი და უფრო მნიშვნელოვანი ადგილით წარმოდგენილი და ვფიქრობ, რომ ყველა მომსვლელი აღნიშნავს, რომ ცენტრალური ადგილი წელს საქართველოს წიგნს და ქართულ ლიტერატურას უჭირავს. ეს არის ძალიან დიდი საქმე. ზოგადად ქართული ენის, ჩვენი დამწერლობის, ჩვენი ლიტერატურის მუდმივი პოპულარიზაციის საქმეში. მე ამაყება, რომ ქართულ მწერლობას და საქართველოს მწერალთა სახლს ასეთ მაღალ დონეზე წარმოვაჩენთ. ჩვენი ქვეყანა წელს არის პირველად წარმოდგენილი საგანგებო მოწვეული სტუმრის სტატუსით.
ეს არის ძალიან დიდი პატივი და ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი. რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი ძველი კულტურა, ჩვენი დამწერლობა, საქართველოს პოტენციალი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ის არის უდიდესი უნიკალური ენის და ამბანის მატარებელი ქვეყანა. როცა სამშობლოს წარადგენ ამხელა ფორუმზე, აქ არის საოცარი მოლოდინი იმისა, რომ ყველაფერი უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე. რაც თავარია, კულტურის სამინისტრომ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა მწერალთა სახლს. თბილისის კამერულ თეატრში ფრიდრიხ დიურემატის ცნობილი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი გაიმართა. სპექტაკლის რეჟისორი ლექსო ტურიაშვილია. წარმოდგენა 3 ფიზიკოსის შესახებ მოგვითხრობს. საპრემიერო ჩვენებები 17 და 18 აპრილს გაიმართება. რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამ სპექტაკლს ზოგადად თანამედროვეობისთვის? იმიტომ რომ სვავს კითხვებს რა პასუხისმგებლობა აქვს მეცნიერს, ადამიანს, სად გადის ზღვარი სიგიჟესა და რეალურობას შორის და რა მორალური დილემები და პასუხისმგებლობები გააჩნია ადამიანს. ამ სპექტაკლში იმიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეობა, რომ დღევანდელ სამყაროს ეხმიანება. რომ თუ სიყვარული არ იქნება, აფეთქდება ბომბი, ატომური ბომბიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველაფერი. დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე rusavi2.gi-ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით Facebook-ზე. კურიერი გემშვიდობებად 3-მდე დროებით.